საქართველოს პრეზიდენტი ქართული ციტრუსის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ახალი მთავრობის მიღწევად არ მიიჩნევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით რუსეთმა იღო ვალდებულება საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები აღადგინოს. პრეზიდენტის მტკიცებით ქართული ციტრუსი ემბარგოს შემდეგ რუსეთში პირველად შარშან შევიდა და გასულ წელს მისი ფასი ბევრად უფრო მაღალი იყო. პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის გააქტიურების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმში საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. Aveli ქართული მანდალინის კონტექსტში შევიდა რუსეთში. უკაცრავდა შარშანსაც წავიდა. შარშანაც ხოვიციცაც წავიდა. თითქმის ნახევარი შევიდა რუსეთში, როგორც ეხა შედის მესამე ქვეყნების გავლით, უმეტესობა ისევე შევიდა შარშან. ოღონდ შარშან ღირდა ორჯერ ჯვირი მინიმუმ. დრანაერი გახსნა არის, გახსნა დავარქვით და მაინც იმავე მმართველობით მიდის, ისე რუსეთში შედის, ოღონდ ორჯერია ფათ. მე ვფიქრობ, ჩვენ არც ჩვენი თავი არ უნდა მოვატყუოთ, არც ხალხი არ უნდა მოვატყუოთ. საჭირო იყო და არის თავრობა დაკავებული იყოს არა ინტრიგებით, არა არეულობის შექმნით, ქაოსის შექმნით, ლევან ვარშალომიძეს და თქვენზე შურის ძიებით, არამედ ხალხს დაეხმაროს. შარშან ბევრად მეტი მოსავალი იყო, სწორად თქვით და თრიად გაიყიდა რეკორდულ ფასში. და წელს რა ქართულ მანდალის ხალხი დაუვარდა თუ რეპუტაცია შეელახა.